გაგვიწვიმდა. კარგია რომ შეგეწერთ. აბა გამარჯობა. ბიოლში ვართ ერთ პირველ ეპიზოდს. როდესაც ეს ყველაფერი იქმნებოდა, უბრალოდ აი შექმნილი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ისეთი არა, როგორიც ახლა არის. პირველი ვიყავი, რომელმაც გადაცემა ჩავწერა მის დამფუძნებელზე და აქაურობაზე და რა არის, იცით, ამასაც ვიყავი მოსული და ბატონი თამაზი დგას იქ, რაღაც აუსაკეთებდა და ისეთივე გაფწყინებული მზერა ქონდა, როგორც მაშინ წლების წინ. ანუ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მაგრა გიყვარს. ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის 20-25 წლის წინ რომ შენი მუშავებდი ეკა ხუფერიას არხზე, ეს ხდებოდა დაუჯერებელი. მედიცინა და კოუჩინგი დავამეგობრენ. ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას უნდა. ყავდეს მასწავლებელი, რომელიც მისი მეგობარიც იქნება და რომელიც მოусმენს. არ გეშინია იმის, რომ დღეს ძალიან ბევრი კოუჩია საქართველოში. და არა მარტო საქართველოში. მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი გადაცემა, შეხვედრები ეკა ხოფერიას არხზე. გამარჯობა, მე ვარ ეკა ხოფერია, ეს არის შეხვედრები ეკა ხოფერიას არხზე. ჩემი პირველი სტუმარი არის ირმა გურამიშვილი. ექიმი პედიატრი, ნუტრიციოლოგი, კოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი, პროფესიონალი კოუჩი, PCC კოუჩი. ირმა, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ შენ ხარ ჩემი პირველი სტუმარი. გამარჯობა, ეკა, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ვიყო შენის გადაცემის პირველი სტუმარი. რატომ ირმა გურამიშვილი? ეს მისი პირველი ინტერვიუა. მისი პროფესიონალიზმის მიუხედავად რასაც თქვენ მოისმენთ მთელი გადაცემის მანძილზე, თქვენ მას ვერ ნახავთ ინტერნეტში. არ ატარებს არც სესიებს, არც ინტერვიუებს აძლევს და ამასთანავე ირმამ ჩემი დამოკიდებულება 4 წლის წინ, 3 წლის წინ შეცვალა ბევრი თემისადმი და არა მარტო ჩემი. დიდი ხანია ვფიქრობდი გადაცემაზე და ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო ეს გადაცემა. ბევრი მაბრკოლებდა, იმიტომ რომ ბევრია ამ სივრცეში, ასე ვთქვათ, ეს ტიპის გადაცემები, მაგრამ ორმა ამბავმა გადამაწყვეტინა. პირველი, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს და ძალიან მომენატრა მაყურებელი აუდიტორია და მეორე ძალიან მინდა ადამიანებს გავუზიარო და გავაცნო ის ადამიანები, რომელიც აი ამ პაუზის დროს მე გავიცანი და ძალიან დიდი უსამართლობა მგონია, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის მათ შესახებ ან არ იცნობს. ირმა, მოდი დავიწყოთ ცოტათი შენი ისტორიით. ასე მგონია, რომ ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ადამიანის ცხოვრებაში პირადი ისტორიით იწყება. ესე არის რეალურად. ნუტრიციოლოგია კოუჩინგში მოვიდა თუ კოუჩინგი ნუტრიციოლოგიაში, როგორია შენი პირადი ისტორია? მე ვიტყოდი ასე, მედიცინა და კოუჩინგი დავამეგობრენ. ასე მგონია მე. ამ ისტორიაში ძალიან ისეთია განსაკუთრებული ისტორია არ არის, ერთადერთი სენსიტივი არის ის, რომ აქედან მოისმენენ ჩემი ოჯახის წევრებიც. პირველად ეს მათაც არ იციან და ჩემო ძალიან ახლობელმა ადამიანებმა არ იციან. ეს იქნება ძალიან სენსიტიური მათთვისაც, კი. შენ წარიწოდი რომ არ იცოდნენ. ბატონო, ეს იყო 9 წლის წინ, როდესაც გამისცა ჯანმრთელობის პრობლემა და მოკლედ დეტალებს აღარ მოვყვები და მოხდა ისე, რომ ჩავერთე საერთაშორისო კვლევაში. არჩევანი იყო გაცნობიერებული, უნდა ეს არჩევანი უნდა გამიკეთებინა, აქ სასწორზე იდგა ჯანმრთელობა და იმის უკან სიცოცხლე. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მკურნალობას, ამასაც ჰქონდა თავისი გვერდითი მოვლენები, ამაზეც გაცნობიერებულად წავედი და ეს იყო 2016-ში, 2016, 2017, 2018-ში, როდესაც მე ეს მკურნალობა დავასრულე და როდესაც ჩემი ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, ჩემი ორგანიზმი თავის ფიზიოლოგიას მეტნაკლებად დაუბრუნდა, როდესაც ჩავიხედე სარკეში, აღმოვაჩინე, რომ მე ვიყავი 69 და 9 ვიყავი სასწორზე. მე ადამიანი, რომელიც 46 წლამდე მივედი ისე, რომ ვიყავი ან XS ან S, 59-51 კილოს შორის რომ მეყევდი ყოველთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემთვის
შოკი, ოღონდ მე არ მახსოვს ეს 3 წელი როგორ გავიდა. მე არ მახსოვს ან ეს large და x-large ასესმენტი ჩემს კარადაში როგორ გაჩნდა. იმიტომ რომ ეს 3 წელი მთავარი ამოცანა იყო რომ ჯანმრთელობა ყოფილიყო. მთავარი ფოკუსი იყო ჩემი ჯანმრთელობა და ყველა რომელსაც ხათაშორის შენც მართავდი, ხო? მე მართავდი მათთან ერთად აუცილებლად იმ ექიმებთან ერთად ეს არ იყო საქართველოში არ ხდებოდა მე პერიოდულად მიწევდა მათთან კომუნიკაცია და მართავდი აუცილებლად მათთან ერთად. როდესაც გავიდა ეს კურნალობის პერიოდი და მე ფაქტის წინაშე დავდექი, რა თქმა უნდა, მივხვდი რომ ეს იყო გვერდითი მოვლენები, რაზეც მე მაფრთხილებდნენ და რაზეც მე ხელი მქონდა მოწერილი გააზრებულად. გვერდით მოვლენებში გულისხმობა რა. იმ პერიოდის ცოტა უფრო ადრე დადგომა, რაც ქალბატონებს ძალიან არ გვსიამოვნებს. ეს იყო მენოპაუზის ნაადრევად დადგომა. რაც ნიშნავს ჰორმონული დისბალანსი, ჰორმონების გადაგვარება, გადალაგება, ამას მოყვება, ცოტა ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება და რაღაცები კიდევ გვერდით მოვლენ მე ხა მედიცინას ნამდვილად არ შემოვიταν დეტალურად. ამას მოყვა ის რომ ინსულინორეზისტენტობა განმევითან და ამას მოყვა ის რომ ფარისებრი ჯირკვლის ცოტა დისფუნქციაც ამოვიდა. მოკლედ თელი თაიგული. თელი ბუკეტი, რასაც ქვია თაიგული. რა თქმა უნდა ეს მეორადად უკვე ასე ვთქვათ იმ ჯანმრთელობის იმ ნაწილზე მოქმედებდა ცუდად, რაზეც მე 3 წელი ვიმუშავე და რასაც 3 წელი მოვანდომე. და დადგა საკითხი, რომ აუცილებლად უკან უნდა დამებრუნებინა ეს ყველაფერი. ძველი ირმა უნდა დაგებრუნა. ძველი ირმა, მაშინ ასე ვფიქრობდი, ძველი ირმა. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ჭკვიანი და წარმატებული და ესეთი კარგი კოლეგები მყავდნენ, ენდოკრინოლოგები, უმრავლესობასთან ძალიან მეგობრობ და რა თქმა უნდა, ყველასთან პერიოდულად დავდიოდი და ჩამოვიარე ყველა. და ყველას პასუხი იყო ერთ და იგივე, ირმა შენ ახლა ჰიპოფუნქცია და ფარისებრის აქვს, მედიკამენტი ჩავრთეთ, რა თქმა უნდა, ჩავრთეთ. სტენტობა გაქვს დაწყებული, მთლად ბოლომდე არა, მაგრამ უკვე დაწყებული გაქვს და იცი რაც უნდა გააკეთო. ეს არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა ჭამო, დღეში 1000 ნაბიჯი უნდა იარო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს უნდა მე საიდან უნდა მომეტანა, მე ეს არ ვიცოდი. და ყველა ჯერზე, რატომ დავდიოდი სხვადასხვასთან, განაიმიტომ ის წინასწორად არ მეუბნეოდა. იმიტომ რომ მე ჩემსას ვეძებდი და ვერ ვიგებდი ეს ჩემი რა იყო. და პიკი იყო ეკა ბოლოს, როდესაც მე-5 ძალიან ისეთი ბაზარზე ახლად გამოჩენილ ენდოკრინოლოგთან მივედი, ძალიან ახალგაზრდასთან, ვიფიქრე შეიძლება მან რაღაცა ისეთი შემომთავაზოს. და ზუსტად მანაც რომ იგივე გამეორე, გულწრფელად რო გითხრა, რომ გამოვედი ექიმისგან, მანქანაში რო ჩავჯი ვიტირე. იმიტომ რომ ვიგზენი თავი ძალიან უსუსურად. მერე როდესაც ამ ემოციამ გამიარა, დავწყე იმაზე ფიქრი, რა ისინი ხო ყველაფერს რეალურად სწორად მეუბნევიან. მე რა მინდა რომ მოვისმინო და პარალელურად შემოვიდა კოუჩინგი ჩემ ცხოვრებაში და დავწყე კოუჩინგის სწავლა. ეს აქედან არ იყო განპირობებული, ეს დამოუკიდებლად იყო და რაღაცნაირად შემოვიდა კოუჩინგი, იმიტომ რომ ჯერ ინტერესის გამო და მე მივხვდი რომ ეს ის პროფესია იყო, რომელიც ძალიან კარგად შეიძლებოდა, რომელსაც მომავალი ქონდა რეალურად და მოკლედ გადაწყვიტე რომ პროფესიონალური კუთხით გამეგრძელებინა და პარალელურად ვსწავლობდი და ვაგრძელებდი სწავლას. ოღონდ მაშინ მე ეს ორი თემა ერთმანეთთან არ დამიკავშირებია. აი ბოლო ვიზიტის მერე, როდესაც ეს ემოციები მოვიდა ეს ჩემი ტირილი და როდესაც დავუსვი ჩემ თავს კითხვა, რომ ირმა რას ერჩი ამ ხალხს რა გინდა და არც არ ვერჩი, აბა რას ეცებ და მაშინ ვიფიქრე, რომ ეხლა მე რომ ავდეს კოუჩ კლიენტი რომ მეჯდეს, აი რა კითხვას დავუსვამდი. დავუსვი კითხვა რა გინდა რომ მიიღო შენ ამათგან და მაშინ წამოვიდა შეგრძნება რომ მე ამ პროცესში ვიყავე მარტო და მე მაკლდა მოსმენა. ანუ მე ვიყავი ობიექტი, პაციენტი, მაგრამ მე როგორც პიროვნება ვიყავი დაკარგული. რატომ? იმიტომ რომ ყველა მეუბნეოდა იმას რომ ეხლა შენ ისედაც ისეთი პერიოდი გაქვს და თავარი მიზანი არის ის რომ რადროს პროგრამაში ჩადგომა და რადროს მენოპაუზა და ხო, მეტი არ უნდა, ხო, რა თქმა უნდა. როგორც ხდება?
ოღონდ ისინი აბსოლუტურად მარცვლები იყვნენ, აბსოლუტურად. და როდესაც აი ესეთი კითხვები დაუსვი და რატომ გინდა მაინც აი ეს ჯანმრთელი ხომ ხარ და რაღაცნაირად მოახერხებ კიდე, მაგრამ აი ეს ვიზუალი, ის ძველი ირმა რატომ გინდა რომ დააბრუნო, გავიაზრე რომ ეს იყო ჩემი იდენტობის ნაწილი, ჩემი ვიზუალი იყო ჩემი იდენტობის ნაწილი და ჩემი იდენტობა გადიოდა ჩემს თავარ ღირებულებაზე, თავისუფლებაზე. რეალურად ეს იყო ჩემი ვიზუალი, იყო ჩემი თავისუფლების ერთ-ერთი თავარი შემადგენელი კომპონენტი. თავისუფლება რაში გამოიხატება ხა ვიზუალი და თავისუფლება. ჩემთან იცი როგორ იკვეთება, მე დილით რომ ვიღვიძებ, ესეც ჩემთვის თავისუფლებაა. როდესაც ზუსტად ვიცი, ჩემი კარადიდან ნებისმიერი ასაცმელი შემიძლია ავიღო და ჩავიცვა და არ მაქვს ის შიში რომ ვაიმე ხა აქ ზედმეტი რაღაცა გამოჩნდება, აი მე ხან დღეს -1 არა ვარ და ამიტომ ვერ ჩავიცმევ. მოკლედ ეს ყველაფერი რომ შევაჯერე, მივხვდი რომ მე ვიყავ ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს უშველებდა. ძალიან გულწრფელად რომ გითხრა. ჩემი ცხოვრება ახალი რიტმით დატრიალდა 24/7-ზე. ამ ახალი რიტმისთვის ჯანმრთელობა და ენერგია მჭირდება. ეს არის თოდუას კლინიკა დიღომში. აქ პირველად ვარ და მოვედი ჩეკაპისთვის. თქვენ იცით რომ საქართველოში თოდუას კლინიკა პიონერია და სწორედ მან დანერგა ჩეკაპი ჩვენს ქვეყანაში. წამოდით ერთად, დავათვალიეროთ ახალი კლინიკა და ჩემთან ერთად გაიარეთ ყველა ის პროცედურა და პროცესი, რისთვისაც აქ მოვედი. ეს არის ქეთი, ჩემი პერსონალური მენეჯერი და ჩვენ ავდივართ ჩეკაპის სივრცეში. თამუნა ეჯიბაძე, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, მე ვიყავი მასთან დედაჩემთან ერთად, ჩემ შულთან ერთად, მარტოც ყოფილ ვარ და პირველი კითხვა, რით განსხვავდება ჩეკაპი დიღომში, თოდუაში დიღომში, ვერისგან და ცენტრალურისგან? მხოლოდ ლოკაციით. ლოკაცია განსხვავებული, იქიდან გამომდინარე რომ დღეს დიდი პრობლემაა ქალაქში გადაადგილება, მათთვის ვისაც მოსახერხებელია დიღმის ფილიალი, სარგებლობენ აქ იგივე მომსახურებით აბსოლუტურად. სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ არ არის აუცილებელი ერთიანი პაკეტი ავიღოთ ჩეკაპის, პერსონალური მენეჯერი, რომელიც აქ ხდება, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და ჩაეწეროთ ერთ პროცედურაზე, ხო? ნებისმიერ სერვისზე, რომელიც თოდუას კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებით, რაც გულისხმობს გაადვილებას ბიუროკრატიული საკითხების რიგების გარეშე ამ ყველა სერვისის მიღებას და შემდგომაც მონიტორინგს. შენ როგორ განმისაზღვრავდი? რა არის აუცილებელი დიდი გოგოებისთვის? პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ ფუნქციური მდგომარეობა, ჰორმონალური ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობაც, რისთვისაც დაგჭირდება როგორც ლაბორატორიული, ასევე ტექნოლოგიური კვლევები, თუმცა სპეციალისტებიც აუცილებელი იქნება. რეალურად ეხლა თოდუას კლინიკაში, დიღომში, თამუნამ და პერსონალურმა მენეჯერმა მე დამიგეგმეს ის აუცილებელი გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ მენოპაუზის დროს. გაჩნია სხვადასხვა სტადია აქვს ამ საინტერესო პერიოდს გოგოებში და ვიწყებთ ლაბორატორიული კვლევებით. მენოპაუზა ზოგადად 45 წლის ასაკის შემდეგ და ახლა უკვე ალბათ 40 წლის ასაკის შემდეგ საკმაოდ ისეთი მტკივნეული თემაა ქალბატონებისთვის. რაც შეეხება მკურნალობას ამ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიაზე, რა თქმა უნდა ვეთანხმები. თუ პაციენტი არის სათანადოდ გამოკვლეული, თუ მას ჩატარებული აქვს სკრინინგი, აუცილებლად უნდა იყოს გამორიცხული საშუალოსნოს ყელის პათოლოგია, საშუალოსნოს დაავადებები, საკვერცხის დაავადებები და კიდევ თუ არ აქვს მემკვიდრეობაში ონკოლოგიური წინასწარ-განწყობა, დატვირთული გენეტიკა, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა დედას, ბებიას, თუ არ ქონდა დედას მემკვიდრული დაავადებები, რა თქმა უნდა, ჰორმონული თერაპია შეუცვლელია. ამჟამად სიმპტომები მალევე ქრება. 5-6 აბის მიღებაც საკმარისია, რომ ქალი თავს უკეთესად გრძნობს. და დოზირება, რა თქმა უნდა, პაციენტმა უნდა განსაზღვროს მის ექიმთან. აუცილებლად ექიმთან. თქვენ გაქვთ ჩატარებული უკვე D ვიტამინის და ელექტროლიტების, მათ შორის იონიზირებული კალციუმის კვლევა, დამაკმაყოფილებელია ორივე მაჩვენებლები.
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი აქცენტი არის და ასევე ბევრისთვის ფინანსური თემა. ნებისმიერ ბიუჯეტზე შეიძლება მორგება. რა თქმა უნდა, არსებობს სტანდარტული პაკეტებიც, რომელსაც უკვე ფიქსირებული ღირებულება აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე პაციენტს რა კონკრეტული კვლევები სჭირდება, ან როგორი ანამნეზი აქვს, როგორი გენეტიკური ფაქტორი აქვს, ცხოვრების სტილი, ყველაფერი განსაზღვრავს იმას, თუ რა კვლევები შეიძლება იყოს მისთვის უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ნებისმიერი ბიუჯეტი შეიძლება მიიღება ამ მომსახურების. და შემოვიდა ნუტრიციოლოგია, მაგრამ ისწავლე ნუტრიციოლოგია? ნახე, ამ შემთხვევაში მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ მე ვარ პედიატრი და პედიატრები კვებას სწავლობენ ცალკე საგნად ძალიან ხანგრძლივად და ჩვენ ცალკე გამოცდა გვაქვს ამაში და ვაბარებ ცალკე გამოცდას. გამიმართლა კიდევ იმაში, რომ კულინარია ყოველთვის მიყვარდა და აქ შემოვიდა ის, რომ მარტო მოხარშული მკერდის ხორცი არ არის სწორი კვება და მილე, კიტრი, ციციბურა, უმარილო. ხო, და ამ გზაზე აღმოჩნდა, რომ ციციბურა საერთოდ არ შეიძლება ჩემთვის და ჩემნარი ბევრი პაციენტისთვის სამეთანხმები. კი. და რაღაცები გადავალაგე, ვიმუშავე საკუთარ თავზე და მივხვდი ერთ რამეს, რომ coaching-ი იყო ზუსტად ის ინსტრუმენტი, რომელიც მე მჭირდებოდა და ზუსტად ჩემნარ პაციენტებს ჭირდებათ. აქ არ არის ეკამარტო ნუტრიციოლოგია საუბარი, აქ არის ქრონიკულ პაციენტებზე პირველი ზოგადად ყველას, მაგრამ ქრონიკულ პაციენტებზე, რომლებიც მუდმივად ამ პროცესში არიან და რომელთაც მუდმივად უნდა აკონტროლონ ყველაფერი. წნევა, ენდოკრინული სისტემა, უნდა აკონტროლონ თავიანთი კვების რაციონი, სისტემური დაავადებები, რომელიც ქრონიკულია, პაციენტები, რომლებიც უკვე ქრონიკულად ითვლებიან, ბევრი რაღაცა აკონტროლი და აქ შემოდის პაციენტის ამხოლობა. მე რატომ ვერ ვიწყებდი ვერაფერს, იმიტომ რომ ვერ ვყვებოდი აი იმას, რაც მეძლეოდა, რაც ვერ ვხედავდი, ანუ არ მქონდა мотиваცია, ვერ პოულობდი და როდესაც გავიაზრე რა იყო ჩემი მთავარი ღირებულება და როგორ ეკუთვნოდა ჩემი ვიზუალი, ერთი мотиваცია გაჩნდა ეს, რომელიც ყველაზე მყარი იყო და საბოლოო ჯამში ჯანმრთელობასთან მიდიოდა და მეორე мотиваცია იყო ის, რომ მე მინდოდა მეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას უნდა. ეტა აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ აი შენ როგორიც ხარ შეიყვარე შენი თავი ისეთი. მე რომ მიყვარს ჩემი თავი, ისეთი მინდა ვიყო. ზუსტად ისეთი მინდა, იმიტომ მინდა ისეთი ვიყო, როგორიც მე მომწონს და მე ვხედავ ჩემთან. რამდენ ხანში დადა შედეგი და რა იყო? შედეგი ანუ შენ იყავი პირველი შენი საკუთარი თავის კოუჩის და ნუტრიციოლოგი. აუცილებლად. ეს იყო სამთენახევრიანი პირველი ასე ვთქვათ რაციონი, კვების რაციონი, რომ გავუწერე ჩემ თავს 17 სექტემბერი იყო. და ვიყავი 69 კილო და 900 გრამი. სტუანი 70 კილო. მაგრამ აქ წონაზე არ იყო საქმე. ამ გზაზე მე ბევრი რაღაცა გავაცნობიერე. ამ გზაზე გავაცნობიერე ის, რომ თუ შენი მიზანი იქნება მხოლოდ -1 კილოგრამი, შენ ერთ დღეს დადებ შედეგს, მაგრამ მეორე დღეს აუცილებლად დამარცხდები. მაგრამ თუ შენი მიზანია პროცესში დარჩენა, რომელიც შენთვის ორგანული უნდა გახდეს, შენ აქ უკვე გამარჯვებაზეც არ არის საუბარი. შენ აქ არ ის ვინც გინდა რო იყო. და აუცილებლად პოულობ ამ გზაზე შენ თავს. ჩემი შედეგი ძალიან მარტივად დაიდო სამთენახევარში, 31 დეკემბერს ვიყავი ზუსტად 50 კილო და 200 გრამი. ირმა, coaching-ი და მის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი შენ გიყვარს თქვა და ესე ალბათ მოსმენის თემა, ხო? აი შენი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო სადაც მედიცინა? რატომ? და რა ხდება მედიცინაში? რა შუაშია coaching-ი და მედიცინა ერთმანეთთან? მე ხო გითხარი დავამეგობრეთ coaching-ი და მედიცინა. ხო და აი რატოა ეს მნიშვნელოვანი მათი მეგობრობა? ძალიან მნიშვნელოვანია, ნახე. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ძალიან ერთნაირი გავსი პროფესია ორივე არის ეთიკაზე დაფუძნებული. ძალიან ეთიკურია ორივე, coaching-იც და მედიცინაც და მეორე ორივეს
ლაიტმოტივი არის მოსმენა. და ახლა შევეცდები ავხსნა რატო. მედიცინა ძალიან ვითარდება და ძალიან კარგია რომ ვითარდება, ძალიან წინ მიდის რობოტები, ოპერაციას აკეთებენ, ასე შემდეგ და შემდეგ ახლა აღარ მოვყვები, ეს ძალიან მაგარია. ამ გზაზე ძალიან დაიკარგა პაციენტი. ჩვენ დაიკარგა პაციენტი. პაციენტი დაიკარგა, გეტყვი რატომ? მკურნალობ ნოზოლოგიას და არა პიროვნებას და არა პაციენტს. ადამიანი დაიკარგა გესმის, ნოზოლოგიას მკურნალობთ და არა ადამიანს. აი ადამიანი როგორც პიროვნება დაიკარგა. ადამიანს არ ეკითხებიან, იგივე ქრონიკული პაციენტი, მაგალითად ტიპი 2 დიაბეტი რომ აქვს ხო? იმას ეტაპობრივად გულსდარდო სისტემის პათოლოგია ვითარდება, იმას სხეულსოვანი სისტემის პათოლოგია ვითარდება, მინიმუმ 3 სპეციალისტთან რომ მივა, თითო სპეციალისტი მინიმუმ 3 მედიკამენტს დაუნიშნავს, თუ 4-ს არა. დაითვალე 12 მედიკამენტი დღეში. დიახ. ვინმე კითხულობს ამ პაციენტს ფიზიკურად, ფინანსებზე არ მაქვს საუბარი, ფიზიკურად შეუძლია დღეში 12 მედიკამენტის მიღება? ეს ძალიან რთულია. აქ დაიკარგა პაციენტი. ძალიან ცოტაა ისეთი ექიმი და ძალიან ცოტაა მედიცინაში ისეთი შემთხვევა, როდესაც ექიმი უკავშირს ელოდება პაციენტისგან. აი რას ნიშნავს ექიმი უკავშირს, ანუ კი ხვდები რას ნიშნავს, მაგრამ უფრო რომ დამიკონკრეტო. მაგალითად რას ნიშნავს? ჰიპერტონული დაავადება მაქვს და შემიცვალეს მედიკამენტი. ემის მარეგულირებელი დამინიშნეს, დამწევი მარეგულირებელი, იმას კიდევ სხვა ქოლესტეროლის მარეგულირებელი და ასე შემდეგ. 2 კვირის შემდეგ პაციენტი შინაგანად ელოდება, რომ ვინმე მკითხოს, იმიტომ რომ იმ მედიკამენტებს აქვს გვერდითი მოვლენები. აი ეს როგორ გამოვლინდა, თქვენ როგორ გადაიტანეთ? ირმა, შენ გულისხმობ ყურადღებას ექიმის? მარტო ყურადღება არ არის აქ. აქ არის პაციენტის მოსმენა. მოსმენა. პაციენტის მოსმენაზე არის. ანუ მოდი ვთქვათ ესე. ყურადღება მოსმენის ნაწილია. შენი აზრით დღეს მედიცინას ამ სფეროს და შენ თუ ხარ ამ სფეროს წარმომადგენელი და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებზე, ძალიან დიდ პატივს მათ შრომას. ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ ამბობ, რომ დღეს ჩვენ ამ სფეროს აკლია პაციენტის მოსმენა. ანუ პაციენტი მიდის ექიმთან და მე მქონია ასეთი შემთხვევა და არა იმიტომ რომ მე ან ცნობილი ადამიანი ვარ, ხა ჩვენს გადასარევ ექიმებს არც ცნობილი ადამიანები აკლია და არც არაცნობილი. მაგრამ მე მქონია შეგრძნება რომ მე რო ვლაპარაკობ, აი არ მისმენს და არ მისვამს კითხვებს. ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი. ეხლა პროფესიონალია ის თავისი საქმის, თავისი კომპეტენციიდან გისვამს კითხვებს ის რაც მას აინტერესებს. აინტერესებს როგორ განვითარდა დაავადება, როგორი გამოვლინებები ქონდა, შენ რა მოემოქმედა, რა მედიკამენტი დალიე და უკვე თავისთვის სვამს კითხვას, აი ხლა რა გავაკეთო, რა დავნიშნო, როგორ უკეთესად მართო. აი აქ იკარგება პაციენტი უკვე. რაც არ უნდა დიდი მიღწევები ქონდეს მედიცინაში, თუ პაციენტი ვერ ავიყოლიეთ ამ მკურნალობაში, იგივე რაღაცა ნოუ-ჰაუ გვაქვს ოპერაციაში, თუ პაციენტი ვერ დავითანხმე და ვერ ავიყოლიე, იმაში რომ მე ეს ნოუ-ჰაუ გავუკეთო, იყოს ის ნოუ-ჰაუ დარჩეს. თუ არ იქნა პაციენტისთვის სარგებელის რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ეს მაინც სარგებელს მოუტანს, მაგრამ აქ არის საუბარი რა არის უკეთესი. არის თუ არა რაღაც სტატისტიკა ან კვლევა რომელიც აჩვენებს, ნუ რამე მაგალითს მოყვან თუ შეგვიძლია მკურნალობა მედიცინაში თავისთავად კოუჩინგის ქვეშ და ერთად და მის გარეშე. აი როგორ შევიგიძლია ეს დამანახო მე და ჩვენს მაყურებელს. მაგრამ არა მხოლოდ სტატისტიკა, ცოტა მე გეტყვი სტატისტიკაზე, ამერიკის ბევრ უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტებზე არის სავალდებულო კოუჩინგის გავლა და ვისაც არ აქვს კოუჩინგის გავლილი, საბაზისო საწყისი დონე მაინც, სადაც კომპეტენციებზე ზუსტად საუბარი, არა როგორც პროფესიონალი კოუჩი, აქ არის პაციენტთან კომუნიკაცია როგორ უნდა მოახდინო, აი ამაზეა საუბარი, აქ გასწავლიან, ის საბოლოო ჯამში დიპლომს ვერ ღებულობს. თუ არ აქვს, ეს არის წლის განმავლობაში მთელი რამდენხანი სწავლობ, იმდენ ხანს გაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ისწავლო და ჩააბარო. ძალიან ბევრ კლინიკას ყავს ან ექიმები, ეს თერაპევტები, ოჯახის ექიმები,
რომლებიც გადაამზადეს და coaching-ური კომპეტენციები ასწავლეს და მეორე კიდევ შემოდის უშუალოდ health coach-ი, ასე ვთქვათ, ჟღერს უფრო ისე სწორად, კლინიკებში ყავთ, რომლებიც მუშაობენ პაციენტებთან ექიმების გარდა, რომ სწორად მოხდეს მათთვის დანახება რას მოუტანს კურნალობის ხანგრძლივობა. მაგალითად, ტიპი 1 დიაბეტი არის ის, რომ თუ ინსულინი დაიწყე, ასეთი ის არის, საქართველოში რატომ არ არის ამყოლობა ინსულინზე, ერთი თუ დავიწყე, მე სულ ნემსე უნდა ვიჭდა. და ყველას ამის ეშინია. აი აქ შემოდის ზუსტად ექიმის coaching-ური კომპეტენცია და ექიმის და პაციენტის კომუნიკაცია. მე მაქვს ამის ვალდებულება დავანახო პაციენტს, რა ბენეფიტი ექნება, რა სარგებელი ექნება იმითის თუ ის თუ დაიწყებს ინსულინის გაკეთებას, რომ ეს არ არის მარტო ნეგატიური, ის მუდმივად ნემსე ექნება დამოკიდებული. აქ მთელი რიგი პოზიტიური ნაწილებია ჯანმრთელობის ჩათვლით და მე მაქვს ამის ვალდებულება, რომ ეს დავანახო. ამას ჭირდება დრო, ამას ჭირდება ნება და ამას ჭირდება თმანის ვალდებულება, რომელიც ყველა ექიმს აქვს გააზრებული, როდესაც ამ პროფესიაში გადაწყვეტს, რომ ეს პროფესია იყოს მისი. ექიმობა ხო ძალდატანებით არ ხდება, რაც არ უნდა ძალდატანებით იყოს, მე უკვე აღარ რჩები იმ სფეროში და ვინც გადაწყვეტს, რომ იყოს საბოლოო ჯამში მედიცინაში, მისთვის ეს არის, უნდა იყოს ორგანული. მაგალითი რომ მოვიყვანთ თუ ერთი კონკრეტული მაგალითად ონკოპაციენტებზე ძალიან საინტერესო კვლევა იყო, სხვათა შორის ეს არის ჩატარებული 2012-2014 წლებში, ჯერ კიდევ როდის მე არც მქონდა ეს პროფესია, ონკოპაციენტებზე ორ ნაწილად გაყვეს პაციენტები, თითო ჯგუფში, საკვლევ ჯგუფში იყო დაახლოებით 859 პაციენტი. მეტნაკლებად ერთი ტიპის ონკოლოგიური დაავადება ჰქონდათ და ხარისხიც ერთი იყო და მკურნალობაც მეტნაკლებად ერთნაირი. ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ასე შემდეგ. ძალიან რთულია პაციენტის ამყოლობა ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მიიყვანოს ბოლომდე, იმიტომ რომ მას გვერდითი მოვლენები იმდენად ისეთია გამოვლინება, რომ პაციენტი ხანდახან ფიქრობს, რომ ეს მომკლავს თუ სხვა რა მნიშვნელობა აქვს. აი აქ შემოვიდა ზუსტად ეს coaching-ური ნაწილი. პაციენტ საკვლევ ჯგუფს, სადაც რომელ პაციენტებსაც ურთიერთობა ჰქონდათ coaching-ური კომპეტენციების მქონე ექიმებთან, სადაც გრძნობდნენ, რომ ისინი იყვნენ პიროვნებები, მათ უსმენდნენ, მუდმივი უკავშირი იყო და მოწადინებულები იყვნენ, რომ კვირაში ერთხელ დაერეკათ, ეთქვათ, რომ იცით მე ახლა ეს ჩავიტარე და ესე იყო და იგრძნეს თავი, რომ იყვნენ. მათი სიცოცხლე იყო საჭირო და მნიშვნელოვანი. ამყოლობა იყო 90%-ზე მეტი და ამ 90%-ში კურნალობის ბოლომდე მიყვანა იყო თითქმის 100% და გამოჯანმრთელების კოეფიციენტი იყო ძალიან მაღალი. თუ სწორად მახსოვს 78%. აქ არის საუბარი ზუსტკიბოზე, რომელიც განაჩენი არ არის და გამოჯანმრთელება 100%-იანი არის, თუ კი პირველ-მეორე სტადიაში აუცილებლად იწყებ კურნალობას და აღმოაჩენ და მესამეზეც უკვე გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ისეთი ონკოდაავადებები, სადაც რაც უფრო სწრაფად და მალე დაიწყებ ქიმიოთერაპიას, სხივურთერაპიას, მით უფრო სწრაფად დგება ის შედეგი, რაც გინდა, რასაც ქვია სიცოცხლის გახანგრძლივება. მეორე საკვლევი ჯგუფი, სადაც იყვნენ ჩვეულებრივი დამოკიდებულების, ჩვეულებრივი ძალიან მაღალი კომპეტენციის, ჩვეულებრივი ექიმები, არა coaching-ური კომპეტენციები. კომპეტენციაში მაღალ კომპეტენციაში გულისხმობ თავენთ პროფესიულ კომპეტენციას, რომ ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები და 50%-მა გარკვეული პერიოდის მერე უარი განაცხადა და აღარ გააგრძელა კურნალობა. 50%-დან 32%-მა ექიმს უჩივლა გულგრილობის, ზედაპირული დამოკიდებულების და არაპროფესიონალიზმის გამო. ეს არ არის ესეთი მოგონილი, ეს არის რეალური კვლევა.
და ასეთი არის ძალიან ბევრი. მედიცინა და კოუჩინგი ძალიან უნდა დამეგობრდნენ და პრინციპში საქართველოშიც გვაქვს უკვე ამისი პირველი ნაბიჯები. ეს მე ჩემზე არ ვამბობ, არის ერთი ორი კლინიკა, სადაც უკვე ეს გაცნობიერება მოვიდა და ძალიან მიხარია. მათაც შეიტანეს უკვე მეტნაკლებად გადაამზადეს ექიმები, რომლებიც ამ კომპეტენციებს ფლობენ. და ეს ძალიან კარგია. მეორე სფერო, რომელსაც შენ ფიქრობ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომლისთვისაც კოუჩინგი და აი ეს სიტყვა მოსმენა. აი რომელი სფეროა გარდა მედიცინისა? განათლება. მოხდა ზუსტად განახლება და თვითონ თემატიკა, სწორედ მოდის ფერები ჩვენი სკოლის ლოგოდან და ისე მოხდა, რომ ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია და ადრე თუ ყველას სიხარულით ელოდებოდა, როდის მორჩებოდა ის ასაკი, როდესაც უკვე ფორმას აღარ შავიცვამ, ახლა პირიქით სიხარულით აცვიათ და წარადგენენ სკოლის სახელია, რა თქმა უნდა და იმიჯი ფორმა. სკოლა მერმისი ჩვენი დედაქალაქის ცენტრალურ უბანშია განთავსებული, მისი მისამართია ჭავჭავაძის 17A არკაში უნდა შემოხვიდეთ. ეს მე ვფიქრობ მერმისის ერთ-ერთი უპირატესობაა, რადგანაც ბავშვები სკოლაში ფეხით მოდიან ან დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მათი და მშობლების დროს. ასეთი იყო ჩვენი მოკლე ისტორია დიდი ისტორიის მქონე სკოლა მერმისის შესახებ. განათლება სადაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია კოუჩინგური კომპეტენციები და რატომ? იმიტომ რომ
მე შევეხები თავიდან სკოლის თემას და მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნივერსიტეტზეც და უმაღლეს სასწავლებელზეც ვრცელდება. სხვათა შორის მედიცინაშიც ასეა და განათლებაში მით უმეტეს. პირველ რიგში შენ, როდესაც შვილები მიყავდა სკოლაში, სკოლას არჩევდი, რის მიხედვით არჩევდი სკოლას? ცი რა არის, რაღაც ალბათ გარემო, კარგი მასწავლებლები. აი, კარგი როგორი? რა ვიცი, კარგი. კარგი კარგი ადამიანები. აი, კარგი ადამიანი. ეხლა სკოლა ირჩევა პირველ რიგში სანდო და უსაფრთხო გარემო. მაინდა-მაინც ჩემი შვილი რო დაამთავრეს პირდაპირ ჰარვარდში, ჩემი თვითმიზანი არ არის. ჩემი თვითმიზანი არის, რომ ის გრძნობდეს ფიზიკურად და მენტალურად უსაფრთხოდ და მშვიდ გარემოში სწავლობდეს. ყავდეს მასწავლებელი, რომელიც მისი მეგობარიც იქნება და რომელიც მოусმენს და რომელიც დავალება თუ არ იქნება დაწერილი, შენ რატომ არ დაწერე დავალება ამით დაჯიქი 6-იანი თუ 5-იანი თუ რა. ამას კი არ ეტყვის. მოусმენს. არა მხოლოდ იმას, რაც ეუბნება მოსწავლე, არამედ იმასაც, რასაც არ ეუბნება. და აუცილებლად დავუსვამს კითხვას, რომ რა დაგეხმარება იმისთვის, რომ ეს დავალება შემდეგისთვის გავაკეთო. მე რა შემიძლია გავაკეთო? აი ესე მოусმენს და მოიცავს თითოეულისთვის. უნდა მოიცალოს. აქაც შემოდის ის ვალდებულება, რაც პედაგოგს აქვს. ესეც ხომ არ არის ძალდატანებით პროფესია და უფრო მეც გეტყვი ჩვენ coaching საერთაშორისო ფედერაციის აი ესე საქართველოს წარმომადგენლობამ აი ესე საქართველოს 2019 წელს დავიწყეთ ეს coaching-ი განათლებაში, მე რაღაცა პანდემიის პერიოდი იყო, რაღაც ერთი ეტაპი წინა პრეზიდენტის წინა ბორდის პერიოდში მოკლედ ეს მოხდა, გაკეთდა და ეს ძალიან კარგი პროექტი იყო და წელს მოკლედ გავაცოცხლეთ ეს პროექტი და მაისის შუა რიცხვებში 18 მაისს ჰქონდა კონფერენცია coaching განათლებაში, სადაც მოწვეულები ყავდნენ სკოლის, ძირითადად სკოლის წარმომადგენლები, პედაგოგები, დირექტორები, განათლების სამინისტროდანაც იყვნენ სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც კავშირში შეხებაში არიან განათლებასთან. და ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ სკოლასთან. ეს არის საჯარო სკოლა, ეს არის კერძო სკოლა. ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა. ყველგან არის მოსწავლის ჩართულობის პრობლემა, ანუ სწავლის პროცესზე ამყოლობის პრობლემა, რომ აიყოლიო ისე, რომ მას მოუნდეს, რომ ისწავლოს ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა და ასე შემდეგ. ყველგან არის ეგრეთ წოდებული ბულინგი, ჩაგვრა და აბუჩათაგდების პრობლემა. ფასიანია და უფასო, კერძოა თუ საჯარო მნიშვნელობა არ აქვს. და ყველგან არის როგორი პრობლემა იცი, რომ ბავშვი არის როგორ თქვა, ძალიან ბევრი საგანია, ძალიან ბევრი დავალება, ყველაფერი უნდა მოასწრონ, ძალიან კარგი წიგნები აქვს, ძალიან კარგი პროგრამები აქვს, მაგრამ დროს არ არის ბავშვი. მისი შესაძლებლობები როგორია? მიზანი რა არის, მე რო გაკვეთილზე შევდივარ? გაკვეთილზე ჩემი შესვლის მიზანი არის ახალი მასალის ახსნა, თუ ჩემი შესვლის მიზანი არის, რომ ყველამ ინდივიდუალურად შეძლების დაგვარად დაინახოს სარგებელი და მომისმინოს. ძალიან რთულია. ძალიან. მაგრამ ეს შესაძლებელია. ნახე, ჩვენ როდესაც ვიმუშავეთ, ბევრ ძალიან კარგ სკოლასთან ვიმუშავეთ და აქვე მინდა დავაფიქსიროთ ჩემი დიდი პატივისცემა ყველა მასწავლებლის მიმართ, ყველა სკოლის დირექტორის მიმართ, ვისთანაც მქონდა შეხება. ირო, ჩაგეკითხები, ანუ იდეაში აი ძალიან ისე რომ ვთქვათ მარტივად, coaching-ის და განათლების დამეგობრება გულისხმობს იმას, რომ რაღაცები, უნარები, გასავითარებელი აქვთ, ხო? ამას გულისხმობ მასწავლებლებს, არა? არა, იცი რა არის, აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ მასწავლებელს რამე აკლია და რამე აქვს განსავითარებელი. აქ იმაზეა საუბარი, რომ ცვლილება, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ განათლების სისტემაში, coaching-ის საშუალებით ძალიან
სწრაფად მოხდება ამ ცვლილების მიღება. ეს ცვლილება რაც ჩვენ გვინდა საბოლოო ჯამში ალბათ არის ის რომ ძალიან ისე ვთქვათ კარგი ადამიანების კარგი აკადემიური მოსწრება პირველ რიგში ჩაგვრის დაცინვის ეგრეთ წოდებული ბულინგის შემცირება ამყოლობა სწავლა-განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის აგრეთვე ემპათია თანაგრძნობა გუნდურობა რომელიც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მე როდესაც ვსწავლობ ეს სოციალური პასუხისგებლობა კიდევ მე როდესაც ვსწავლობ მხოლოდ იმიტომ კი არ ვსწავლობ რომ მე მარტო მაგარი მე ვიყო მე იმიტომ ვსწავლობ რომ მე სოციუმის ნაწილი ვარ და ამ სოციუმისთვის რა სიკეთის მოტანა შემიძლია ზოგადად ეკა ხა ერთ ძალიან ისეთ ცნება შემოვიტან ფუნდამენტური ღირებულება ჩვენ ყველანი ვართ პიროვნებები დაშენებული ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებაზე ეს არის ჩვენი საფუძველი ფუნდამენტი საყრდენი ამ შენობას რომ არ კონდეს მაგარი საყრდენი ხო ერთ დღეს ჩამოიშლება ხომ გინახავს საძირკველი თელია და შენობა ჩამოშლილია და ნახე როგორ არის იმ საყრდენზე ისეთი მაგარია ის საძირკველი რომ მასზე ახალი შენობის დაშენება ამ შენობის განახლება შეიძლება ასე ვართ ჩვენც ადამიანები ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები თუ არის მაგარი ჩვენ მასზე ყველაფერი შეგვიძლია დავაშენოთ თუ ვიაზრებთ რა არის ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება და რატო ვამბობ განათლებაში კოუჩინგი იმიტომ რომ ზუსტად კოუჩინგის საშუალებით ხდება რა გააზრება რა არის ფუნდამენტური ღირებულება მე რაზე ვარ აშენებული და რაზე უნდა ვიყო როგორ უკავშირდება ეს რომ მე ვისწავლო ჩემ ფუნდამენტურ ღირებულებას ახლა ჩვენთან რა მოხდა 6 სკოლასთან ვიმუშავეთ ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი ჯგუფური კოუჩინგით გუნდური კოუჩინგით ინდივიდუალური კოუჩ სესიებით და მანამდე მქონდა ერთგვარი ტესტები გაზომვის კრიტერიუმები სხვადასხვა ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ კომპეტენციებში მაგალითად როგორია ჩემი და მოსწავლის კომუნიკაცია როგორია ჩემი და ჩემი კოლეგის კომუნიკაცია რას ვაკეთებ იმისთვის რომ ბავშვს მოტივაცია გაუჩინო პირველი შევსება ტესტების იყო ყველა 9 და 10 ქულიანი 1-დან 10-მდე სკალაზე ვეუბნებოდით მასებთან შეფასებინა თავიანთი თავი აი ამ კომპეტენციებში და იყო 9-10 მაქსიმუმი ქვედასხარი იყო 8 აი როდესაც ჩვენ ჩავატარეთ მე ჯგუფური კოუჩინგი ვიმუშავეთ ვისაუბრეთ ემოციური ინტელექტზე ვისაუბრეთ რა არის კონსტრუქციული უკავშირი ვისაუბრეთ რატომ უნდა გქონდეს ბავშვს მოტივაცია და რატომ უნდა დაინახოს რომ მარილის ფორმულა არ არის მარტო მარილის ფორმულა და ის გრძელვადიანში შეიძლება რაღაცაში გამოადგეს ბავშვს როგორ დავანახოთ როგორ უკავშირდება მისი განათლება ზრდაზე ორიენტირებული გონება როგორ უკავშირდება მის მომავალს და გრძელვადიანში რას ღებულობს და ეს გუნდურობა რა არის ემპათია და ეს როგორ უნდა მივიტანოთ ამის შემდეგ როდესაც 2-3 თვის შემდეგ როდესაც უკავშირისთვის ისევ ქონდა კომუნიკაცია პედაგოგებთან და ტესტი განმეორებით შევავსებინეთ მათი შეფასება იყო გაცილებით დაბალი მათ გაიაზრეს ბევრი რამ და მე ჩვენ ფიქრობთ რომ ეს იყო ყველაზე დიდი შედეგი რაც ამ ეტაპზე ჩვენ შეგვეძლო რომ მიგვეხო პედაგოგებმა დაინახეს თავიანთი ზრდის ზონები ეს ბუნებრივია განა იმიტომ რომ მათ რამე არ იციან ჩემი დიდი პატივისცემა უბრალოდ დაინახეს ახლიდან ახლებურად დაინახეს როგორ შეიძლება კიდევ უკეთესად გაკეთდეს აქ ამაზეა საუბარი და დღეს ძალიან ბევრი საუბრობს მე ვიცი შიგნიდანაც გარედანაც ძალიან საუბრობენ იმაზე რომ განათლების სისტემაში რეფორმები აპირებენ იწყება და ჩვენ ვეუბნებით რომ ყველაზე მოკლე გზა ეს არის კოუჩინგური მიდგომით ცვლილებების განხორციელება რას ფიქრობ შენ იმასთან დაკავშირებით ან არ გეშინია იმის რომ დღეს ძალიან ბევრი კოუჩია საქართველოში და არა მარტო საქართველოში აი ხოსტოში ყველგან ჩვენ ამას ხედავთ ინტერნეტში სხვადასხვა პლატფორმებზე ეს კარგია თუ ეს ცუდია და ანუ ადამიანები ხო ვერ საზღვრავენ ვის გაპლენ ვის დაუჯერონ ვის არ დაუჯერონ აი
აი ამ პროცესს როგორ უყურებ, რომ აი ძალიან ბევრია, როგორც შეიძლება ადრე სხვა პროფესიებზე იყო. მადლობა ამ კითხვისთვის გულწრფელად. იცი როგორ არის, წაღარ ვახსენე, ადამიანის თავისუფალი არსება და რასაც უნდა იმას დაირქმევს. მაგრამ აქ შემოდის პროფესიონალიზმი. შენ ზუსტად გახსოვს რაღაცა პერიოდი, როდესაც კერძო ინსტიტუტები წამოვიდა წინა საუკუნეს გულისხმობ. ლამის ყველა მეორე სადარბაზოში იყო ინსტიტუტი გახსნილი. დღეს შეხედე არააკრედიტებული ინსტიტუტი საქართველოში აღარ არის და ეს ძალიან კარგია. ანუ ესეც რა დაალაგდება. თქმა უნდა, აუცილებლად დაალაგდება. და რა დაალაგებს ამას? ამას დაალაგებს პროფესიონალიზმი, რაც უფრო მეტი პროფესიონალი წამოვა ბაზარზე, მით უფრო ადგილი აღარ ექნება არაპროფესიონალიზმის და თან მეორე მომენტი ცნობიერების ამაღლება. ეს ახალი პროფესია, ძალიან ახალი პროფესია. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი და პროფესია. ყველა შეუძლია გახდეს, ანუ ბევრი უნდა ისწავლო, რო ქოუჩი. ძალიან ბევრი უნდა ისწავლო. ჩვეულებრივ ეს უბრალოდ განათლება. რაღაც კურსები გავიარეს, ესე არა. არა, ისე არ არის. ჩვეულებრივი ინსტიტუტი უნდა დაამთავრო, ჩვეულებრივი გამოცდები უნდა ჩააბარო, მუდმივად უნდა ისწავლო, უწყოთ განათლებაში უნდა იყო, მერე საერთაშორისო აკრედიტაცია, გამოცდა უნდა ჩააბარო, მერე 3 წელიწადში ერთხელ ეს აკრედიტაცია თავიდან უნდა დაგიმტკიცონ, იქ უნდა წარადგინო, რომ შენ როგორც მედიცინაშია რაღაცა გარკვეული უწყვეტი განათლების მაჩვენებელი ქულები, აკრედიტის ქულები ასეა კოუჩინგშიც უნდა დააგროვა 3 წლის განმავლობაში და უნდა ეს არის უწყვეტი პროცესი, პროფესიონალური კოუჩინგი არის ეს კოუჩინგი როგორც პროფესია და არა როგორც ინსტრუმენტი პიროვნული განვითარებისთვის, რომელიც აგრეთვე ძალიან კარგია. უბრალოდ ასეთ ადამიანებს არ აქვთ ის კომპეტენცია, რომ პროფესიონალურ კოუჩინგში იმუშაონ და თუ ვიზე გავაკეთებთ არჩევანს, ესეც ჩვენი ნება, ჩვენი თავისუფალი ნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრია უკვე ინფორმაცია, რა არის პროფესიონალიზმი და რა არის სხვა დანარჩენი. ნუ ალბათ ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში უნდა ეძება პროფესიონალი და მას ყოველთვის იპოვე. ირმა, მოკლედ, ყოველი ეპიზოდის ბოლოს კითხავით იქნება იმისთვის, რომ აუდიტორია მაყურებელმა უფრო კარგად გაიცნოს გმირი და აი ნახოთ კიდე რაღაც პასუხებში რაღაცები გამოიკვეთოს. ირმა, გათენდა პირველი, რასაც ფიქრობ? დღეს რამდენი მაქვს, რა დრო მაქვს იმისთვის, რომ ვაკეთო არაფერი. ვაკეთო არაფერი? ვაკეთო არაფერი. კარგი. რას ფიქრობ ძილის წინ? არაფერს. ფიცინებ. გულსფალად. საყვარელი ადგილი განტვირთვისთვის. ჩემი საკუთარი სახლის ვერანდა. აებანი. საყვარელი კვების ობიექტი თბილისში. საკუთარი სამზარეულო. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ასეა. კარგი, თბილისის გარდა საყვარელი ქალაქი ადგილი საქართველოში. თელავი. თელა. კარგი, ირმა, გაქვს 2 დღე, გზავრობა, ასე ვთქვათ, არ შევიყვანოთ, რომელ ქალაქში გაატარებდი ამ 2 დღეს? სადაც ყველაზე ხშირად დავდივარ პარიზში. სოფლიოში ცნობილი ადამიანებიდან რომელს აერჩევდი პარტნიორად? იცი რა, მაინც ალბათ უფრო კოუჩინგის მიმართულებით ვიფიქრებ. არის ასეთი ალბათ მარშა რეინოლდსი, რომელიც არის MCC კოუჩი და რომელიც იყო ICF გლობალის მეხუთე პრეზიდენტი. აი მასთან ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით. და ბოლოს შემდეგ ეპიზოდში სახელების და გვარების გარეშე აი ვის მოусმენდი შენ სიამოვნებით ამ გადაცემაში? დიდი სიამოვნებით მე ჩემ პროფესიებში რო ვჩები. ჩემს ძალიან საინტერესო იქნებოდა წარმატებული ექიმის მოსმენა თავის პროფესიაში. წარმატებული ექიმის მოსმენა რა კუთხით იცი? პაციენტთან ურთიერთობის კუთხით. ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მეცდებით ვიპოვოთ. ხო. მეცდებით ვიპოვოთ, რომელიც აი ამ კუთხით მოყვება თავის ისტორიას. ირმა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩემი პირველი გადაცემის სტუმარი. წარმატებას გისურვებ და მადლობა კიდევ ერთხელ. ეკა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაიწყე. იმიტომ რომ ხომ არსებობენ ადამიანები,
როცა რაღაცა ძალიან უხდებათ და კარგად გამოსდით და ძალიან ეთიკურად და ეკოლოგიურად გამოსდით. ჩემს საქმეში შენ ხარ ასეთი ჟურნალისტი და შენ ეს საქმე უნდა აკეთო. ძალიან დიდი მადლობა, რომ მე ვიყავი შენი პირველი გადაცემის სტუმარი. ძვირფასო მეგობრებო, გავმეორდები და ვიტყვი, მრავალი წლის წინ ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა, რომ რომელ არხზე იწყებ მუშაობას და პასუხობ მიყო, რომ ჩემ არხზე ვიწყებ მუშაობას, ეკა ყოფერეს არხზე, მართლა ფანტასტიკის სფერო და რიხებოდა ეს ყველაფერი. ყოველივე ეს ამტკიცებს იმას პირადად ჩემთვის, რომ საოცრად ბევრი ცვლილებაა ჩვენ ცხოვრებაში, ბევრი რამ იცვლება, ყველაფერი მოდის თავის დროზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ამ გადაცემის ქვევით, ნებისმიერი პოსტის ქვევით შეგიძლიათ დაწეროთ ისი სურვებდით თქვენს გადაცემის სტუმრად, რას ფიქრობთ ამ თემებზე, რომელზეც ჩვენ საუბრობდით და უნდა ვთქვა ფრაზა. გამოიწერეთ ეკა ხოფერიას არხი. ბედნიერად იყავით.